თინეიჯერობის პერიოდში მოხდა ბიძის წასვლა ამ ქვეყნიდან. დიახ. ღმერთს ხო არ გაბრასდით, არის ხომ ის მომენტი, რატო ხდება ეს ჩვენ ცხოვრებაში ვერ ხსნით. მით უმეტეს გარდატეხის ასაკში. რელიგიურ ოჯახში გაიზარდეთ, ანუ მორწმუნეები იყვნენ, მშობლები. მშობლები არა, მეცნიერები იყვნენ, თან საკმაოდ კარგი მეცნიერები, მაგრამ მამა ყოველთვის იძახდა, რომ არსებობს რაღაც ერთი დიდი ძალა, რომელიც მართავს ყველაფერს. და ბოლოსკენ საკმაოდ გადაიხარა წმენისკენ. ჩემი ძმა იყო ძალიან მორწმუნე, საკმაოდ ახალგაზრდობიდან. როდესაც ბიძა ჩემი გარდაიცვალა, აი მაშინ ძალიან ღრმად წავიდა. ადამიანისთვის ძნელია შეგუება სიკვდილთან, გარდაცვალებასთან, თუ არ წამს გარდაცვალების შემდეგ სამყარო, რომ იქიდან იწყება ყველაფერი. და ჩემთვის პირიქით ეს აღმოჩნდა ძალიან დიდი შვება. მე სულ ვგრძნობ მის ჩემ გარშემო ყოფნას, ბედნიერებაში და უბედურებაშიც. მე ვგრძნობ მას. ვინმე დაგელაპარაკათ მაშინ ამ რელიგიურ თემაზე, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება და სხვა სამყაროში გადაინაცვლა მან. ვინ აგიხსნათ ეს ყველაფერი? ეს ხო არ იყო ძმა? კი. ძმა, რომელიც თვითონაც ბევრ რაღაცებს შევკოვდა იმ მომენტში. ღმერთთან დაახლოებაში. ისაუბრების გეხმარებათ, რომელიც თქვენს ძმასთან გაქვთ ხოლმე ალბათ. რომელიც ბერია. როგორ არა. ამაზე ვიცი რომ არ გსურთ საუბარი, თუმცა შვებაც არის და რელიგიასთან კიდევ უფრო მიახლოვება. არის რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩემზე და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. მე მქონდა პერიოდი, როდესაც უეცრად ჯანმრთელობა მიმტყუნა, 10 წელი გავიდა დაახლოებით, რაღაც ისე მოხდა მოკლედ, რომ ამაზე არც არ მისაუბრე და არ ვსაუბრობ, მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაცა. ნუ სერიოზული პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის? ხო, ანუ რაღაცნაირად ყველა ორგანო, თუ არა ძალიან ბევრი ორგანო რაღაცნაირად გამოვიდა წყობიდან, ვერაფერს ვერ იგებდა. და დღემდე არ ვიცი რა იყო. აბსოლუტურად წარმოდგენა არ მაქვს. რა დიაგნოზი დაგისვეს? ვერ დასვეს დიაგნოზი. მდგომარეობა როგორი ჰქონდათ? ცუდად იყავით, უენერგიოთ? ანუ მეც დაიწყო ამერიკაში, სან-დიეგოში, უკვე ბოლო სპექტაკლები ძალიან გამიჭირდა. იმდენად რომ სახლში მივიდა დავეცი და წამეყვანეს ჰოსპიტალში და იქ ვიყავი და მე ძლივს ჩამოვედი, როგორ ჩამოვედი, ნუ ძალიან გამხდარი და ძალიან მძიმედ. მაგრამ გამოვედი ამ მდგომარეობიდან და სწორედ მაშინ გადავაფასე ძალიან ბევრი რამე. აი მაშინ, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ერთი მაშინ ჩემი ძმასთან სიახლოვე განსაკუთრებით ვიგრძენი, იმიტომ რომ ძალიან გვაჩვდა მიდგა. პირველში ოჯახი